გამგეობის ხდომა ჩატარდა, რომელმაც საკრებულოების 6 თვის მუშაობა შეაჯამა. საუბარი შეეხო საკრებულოების ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებს. განათლების სისტემა, ხიდები, გზები, ელექტროენერგია. ეს ის საკითხებია, რომლებიც საკრებულოებში წლებია პრობლემას წარმოადგენდა. საკრებულოებთან ურთიერთობის განყოფილების გამგებ ზურაბ სამნიაშვილმა, რომელმაც საკრებულოების მუშაობა შეაჯამა, აღნიშნა, რომ ამ 6 თვის მანძილზე მრავალი პრობლემის მოგვარება მოხდა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. რაიონის ხელმძღვანელობა საკრებულოების მიხედვით პრობლემებით ინტერესდება და მომავალში ყველა პრობლემის ადგილზე გაცნობას აპირებს. საკითხი, რომელიც რაიონის სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციამ საკრებულოების წინაშე დასვა, სასმელი წყლების რეზერვუარების ანტისანიტარულ მდგომარეობას და სკოლების სასმელი წყლის სისტემის მოუგვარებლობას შეეხო. აღინიშნა, რომ ახალი კანონით საკრებულოების ბალანსზე გადაეცემათ სასმელი წყლების რეზერვუარები, რის შემდეგაც აღნიშნული პრობლემების მოგვარებაც დაიწყება. რაც შეეხება სკოლებში არსებულ წყლის სისტემას, ამას დაწყებული რეფორმა მოაგვარებს, აცხადებს სანიტარული ინსპექციის უფროსი. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ისინი სასმელი წყლის მდგომარეობას მაინც არ რეგულირებენ. სათავე ნაგებობა, რომელიც დაახლოებით 50 წლის წინ არის აშენებული, გასაკეთებელი არის. შენობა ავარიულია სათავე ნაგებობისა, ეს ჭები, წყალშემკრები ჭების მდგომარეობა ავარიულია და ამ ყველაფერს სიფი პროგრამით გათვალისწინებენ მათი აღდგენა და რეაბილიტაცია. და ამ წუთში ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს მოსახლეობაში არ მოხდეს სასმელი წყალი, რომელიც ამ სტანდარტს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, გვიჭირს ამისი ისა, მაგრამ თუ როცა დარღვევა არის, ყოველთვის მოსახლეობა ინფორმირებულია, მიიღოს ეს გადაწყობილი წყალი. გამგეობის ხდომამ რაიონის საკრებულოების 6 თვის მუშაობის შედეგები დადებითად შეაფასა.